ცნობილი ქართველი მწერლის ვაჟა ფშაველას ბიოგრაფიაში გორს გამორჩეული ადგილი უკავია. 1879 წელს 18 წლის ლუკა რაზიკაშვილი გორის სამასწავლებლო სემინარიაში ჩაირიცხა, სადაც 1882 წლამდე სწავლობდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაჟა ფშაველას ოთარშენში უმუშავია შინამასწავლებლად ამილახურის ოჯახში. ვაჟას გარდა გორთან მჭიდრო კავშირი ჰქონია მის ძმასაც, რომელიც სოფელ ხელთუბაში დასახლებულა. ამასთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში გორში ცხოვრობდა ვაჟა ფშაველას დიშვილი მიხა რაზიკაშვილიც, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილების წევრი იყო 1910-1915 წლებში. მოგვიანებით ვაჟას თავისი ვაჟი ლევანიც გორში გამოუგზავნია სასწავლებლად. 1923 წელს ლევან რაზიკაშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმისთვის დახმარების ბრალდებით დახვრიტეს. შალვა დადიანს და პავლე ინგოროყოს სერგო ორჯონიკიძისთვის ვაჟაშვილი შეწყალება უთხოვიათ, თუმცა უარი მიუღიათ ამ სიტყვებით. ვაჟაშვილი კი არა, თვით ვაჟა რომ იყოს ცოცხალი, იმასაც დავხვდები. ვაჟას შთამომავლები გორში ამჟამადაც ცხოვრობენ, მთლიანობაში 20-მდე მოსახლე.